სასამართლოში მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში დაკავებულების სასამართლოს სხდომები. ცოტა ხნის წინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეუფარდეს 7 დღიანი პატიმრობა. ამის შესახებ ჩვენი ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი უფრო მეც მოგვიყვება. დიახ, გურამ, დაახლოებით 4 საათიანი სასამართლო განხილვის შემდგომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შეუფარდეს 7 დღიანი პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის სანქცირებულ მოსამართლეს ზვიად ცეკვავას. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მსჯელობდა ეს მოსამართლე მტკიცებულებებზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა. დაცვის მხარე კი უთითებდა, რომ ირღვეოდა დაცვის სრულყოფილად განხორციელების უფლება, რადგან მათ სხდომაზევე გადასცეს საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა როგორც მინიმუმ გაცნობოდნენ საქმის მასალებს. მიუხედავად სხდომის გადადების არაერთი მოთხოვნისა, ეს შუამდგომლობა დაცვის მხარეს ზვიად ცეკვავამ არც ერთხელ დაუკმაყოფილა და ვაჟა გაფრინდაშვილს ექიმს, რომელიც არის რუსთაველზე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე, 7 დღით პატიმრობა შეუფარდა. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას განმარტავდა, ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მეორედ პირველად ცხინვალის სასამართლომ, ახლა კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა პატიმრობის გადაწყვეტილება. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ყავდა დატყვევებული, ახლა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღეს გადაწყვეტილება, ის ხელმეორედ დაეკავებინათ. თამილა გაფრინდაშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე არის ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონო თამილა. გითხარით, რას ფიქრობთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო მოსამართლე ზვიად ცეკვავამ არაერთი მცდელობის მიუხედავად და ვაჟას პოზიციების მიუხედავად, რაც დააფიქსირა სასამართლოს სხდომაზე, რომ ის არის პროტესტის აქტიური მონაწილე, რომ მისი განზრახვა არ ყოფილა რუსთაველის გადაკეტვა იმ დღეს, რომ დღესთან დაკავშირებითაც ედავებოდნენ, მიიღო მაინც ეს გადაწყვეტილება. როგორი არის თქვენი პოზიცია? ეს არის უსამართლო სასამართლო, ჩვენ უკვე რამდენი ხანია ვუყურებთ უსამართლო დაპატიმრებულ ჩვენ თანამოქალაქეებს, მართლა პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ გამოდიან და აპროტესტებენ იმას, რაც არ მოწონთ. და უნდათ უკეთესი ცხოვრება, ნორმალური პირობები და ყველაფერი. და არა ის, რომ პენსიონერებს ოცლარს უმატებენ და თვითონ ათასობით ლარი და მილიონებს ჭამენ. უკაცრავად ამ სიტყვაზე ჩემი გასარჩევია ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება, ჩვენი გადახდილი ფულიდან იხარჯება, თუნდაც ის ცრუმოწმეები უსინდისოდ გამოდიან, ცრუობენ, როდესაც არც კამერა აფიქსირებს ადგილზე არავინ, ამ სამხრე კამერებს თურმე უფრთხილდებიან, რომ ვაიმე რომ გაგვიფუჭდეთ, ამიტომ ვინახავთო სახლისთვის ინახავენ თუ რისთვის ინახავენ. ეს არის პირდაპირ პოლიციელი, რომელიც გამოდის და არ უკეთია სამხრე კამერა, ის საერთოდ არც უნდა დაიკითხოს საერთოდ. მაგრამ ეხა უსამართლო სასამართლო უკვე მეორედ ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუტანეს პატიმრობის გადაწყვეტილება. თავდაპირველად ეს იყო საოკუპაციო რეჟიმი, ახლა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილება. რა მსგავსებას ხედავთ თქვენ ამ ორ გადაწყვეტილებაში? მსგავსებას სასამართლოს მხრივ და სამართლიანობის აღსრულების მხრივ ნამდვილად ვერ ხედავ, იმიტომ რომ მაშინაც ვაჟა ამბობდა, რომ მე საზღვარს არ ვცნობ და ჩემს სამშობლოს მიწაზე ვდგევარო, ეხა კიდე იმას ამბობს, რომ ბასლაინს არ ვცნობ და არაფერს და თან ტროტუარზე იდგა, რაც თავარია, ტროტუარიდან შეიყვანეს, გამოათრიეს და ექიმი დედა აგინეს თუ ექიმს აქინეს დედა, როგორც არის თვითონ მოეკითხებათ. ვაჟა არ არჩევს თავის პაციენტებს, არც პროფესიის მიხედვით, არც პოზიციის მიხედვით, ისევე მკურნალობს ყველას და უმკურნალებს. თვითონ იმ ექიმსაც, იმ მამაგეიშვილმა, ვინც შეაგინა, ყველამ კარგად ვიცით უკვე და ამოცნობილია, იმ დავით მამაგეიშვილსაც კარგად უმკურნალებს თუ დაჭირდა. ღმერთმა ნუ დააჭიროს. ის კი არა რუსული მფრინავებს უმკურნალა და ისე გაუშვა იქიდან ჩვენ მტრებსაც ვკურნალობთ. ასე რომ ის რომ მოიგონებენ ახლა რაღაცა სისულელებს, როგორც მაშინ აუგორეს რაღაცა სისულელე ჭორები, ვისაც ჯერა, იმათი გამოსწორება აღარ იქნება და ვისაც არ ჯერა, არც ეს. დიდი მადლობა. თამილა გაფრინდაშვილს უსმენდით, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, რომელიც ესწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს. ასეთი იყო მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილება 7 დღიანი პატიმრობა ექიმს, რომელიც რუსთაველის გამზირზე 325 დღეზე მეტია დგას და უწყვეტად აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დღევანდელ პროცესზე წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმეები, რომლებიც სრულ
მოტივობდნენ, ასეთი იყო ადვოკატის შეფასებაც, რომლებიც არც კი იმყოფებოდნენ უშუალოდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების მომენტში, ასევე დაცვის მხარე მთელი პროცესის განმავლობაში უთითებდა იმაზე, რომ ირღვეოდა დაცვის უფლება და მათ არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინათ ეს უფლება სრულყოფილად. ნუცა ერთი კითხვა, სხვა დაკავებულების სასამართლოს ხდომები გრძელდება? დიახ, გურამ, სხვა დაკავებულების სასამართლო პროცესები ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაწილ მათგანს უკვე შეეფარდა პატიმრობა და დიდი უმეტესობა მოსამართლეებისა იყენებს თითქმის მაქსიმალურ ვადას 14 დღიან პატიმრობას უფარდებს აქტივისტებს, რომელიც გუშინ დააკავეს, მათ შორის იყო უფრო ადრეულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლოები ასევე დღეს ჩატარდა, გულისხმობ 18 და 20 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტებს მათ შემთხვევაშიც პატიმრობა გამოიყენეს. მხოლოდ ერთი პროცესი გადაიდო 19 ნოემბერს, დანარჩენი პროცესები ჩატარდა და კვლავ ახლაც მოლოდინში არიან დაკავებული აქტივისტები, რომლებიც გუშინ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი მეთოდებით ტროტუარიდან მათ შორის აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკუთარი პროცესების ჩანიშვნას, როგორც უფლებადამცველები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, იმ ადამიანების პროცესები, რომელთა განხილვა დღეს ვეღარ მოესწრება, უკვე დიდი ალბათობით ხვალ გადაინაცვლებს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში.